მოგესალმებით, თქვენ უყურებთ TOK რეგიონს, სოლიდარობა მზია მადლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. საბას 48 საათით ტოვებენ იზოლატორში, ველოდებით როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ამბობს ინდიგოს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, მათი ჟურნალისტის საბას ორდიას დაკავებაზე. ძველიშვილის თქმით, ჟურნალისტი 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დააკავა, როდესაც ის მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა. ნატა ძველიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბა დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, ის პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით მაინც დააკავეს. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციამ ჟურნალისტის მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენა, რის გამოც ისინი სახალხო დამცველის აპარატთან მიმართვას გეგმავენ. როგორია სახალხო დამცველის პოზიცია დაკავებული ჟურნალისტის შესახებ? უწყებაში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნევიან, ჟურნალისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლო პროცესის თარიღს უწყებაში არ გვეუბნევიან. საბა არის უკანონოდ დაკავებული, ის ფაქტობრივად გაიტაცა პოლიციამ, იმიტომ რომ მისი დაკავების შესახებ ოფიციალურად არავის არაფერი უცნობებია. მეგობრებს უნდა შეხვედროდა და იმ ადგილას მიტოვებული სკუტერი ნახეს და ასე გავიგეთ, რომ ადამიანი გაქრა და ამის შემდეგ უკვე პრესსამსახურის დახმარებით გავარკვიეთ, რომ ის იყო იზოლატორში გადაყვანილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. საბა არის უკანონო პატიმარი და დაკავებული იმიტომ, რომ ის რეალურად დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გაეხსნა ჩანთა, მან პირადობაც მისცა იმის უფლება, რომ დაეთვალიერებინათ მისი ჩანთა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც დააკავეს ის. ახლა რაც ვიცით არის ის, რომ 48 საათი ტოვებენ ისინი იზოლატორში და ველოდებით რომ გაიმართება სასამართლო, მაგრამ როდის გაიმართება არ ვიცით, იმიტომ რომ ოფიციალურად არავინ გვეკონტაქტება, ასე ადვოკატი რეკავს და კითხულობს, ხომ არ ჩანიშნულა უკვე რაიმე სხდომა, ან ხომ არ ყოფილა რაიმე ახალი გადაწყვეტილება და ასე გავიგეთ ეგეც, რომ ნაცვლად 24 საათისა დატოვებდნენ 48 საათი იზოლატორში. მარტის თვეში სამცხე-ჯავახეთში ერთი უკანონო ხე-ტყის მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გასულ თვეში საქართველოს მასშტაბით უკანონოდ ტყის სარგებლობის 150 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 123 ხე-ტყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 27 სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. არ იქნება მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა. ხვალ თბილისში 20 საათზე ფილარმონიასთან მედიის სოლიდარობის მარში დაიგეგმა. მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველისკენ გაიმართებიან. უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება ახალციხეშიც. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში ხანში შესული ქალის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. ინფორმაციას ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ცხედარი 6 აპრილს საღამოს საათებში იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნევიან, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8-11 აპრილს საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიანში ზოგან თოვლი. დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TOK TV-წერტილი და Facebook გვერდს TOK TV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.